მოგესალმებით, ჩვენ ვართ Uni Podcast-ი, პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, პროფესორებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. მოდით გავიცნოთ ილიონის დასაქმების ფორუმზე მოწვეული დამსაქმებლები და სამსახურის მაძიებლები. ნახოთ რა არის მათი მოლოდინი და რა არის რეალობა. ნინო გოგავა, პროფესიით HR-ი. გამარჯობა, მე ვარ გეგი გვაზავა, ჰერიოს თანადამფუძნებელი. კომპანიას თანამშრომლების მოტივაციისთვის უნდა გააჩნდეს სხვადასხვა სამოტივაციო ბენეფიტები, იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური, განსაკუთრებით კარიერული განვითარების კუთხით აუცილებელია თანამშრომლებმა იცოდნენ, რა ნაბიჯები უნდა გაიარონ მათი წარმატებისთვის. უნდა არსებობდეს კარიერული განვითარების მატრიცა, კომპანიამ უნდა მისცეს თანამშრომლებს სწავლის და განვითარების შესაძლებლობა და უზრუნველყოს მათი დაწინაურება პოზიციის შემდგომ საფეხურებზე. ჰერიო არის სტარტაპი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს იპოვონ სწრაფი დამატებითი შემოსავალი და იმუშაონ მაშინ, როცა მათ სურთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სტარტაპისთვის შინაგანი, ასე ვთქვათ, კულტურა და გარემო. შესაბამისად, ვცდილობთ შევქმნათ მეგობრული გარემო ჩვენს კომპანიაშიც და კომპანიის გარეთაც. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. რეზიუმეში ყველაზე საინტერესო არის, როდესაც კანდიდატი უთითებს თავისი გამოცდილების შესახებ, მითითებული იყოს არა მხოლოდ პოზიციის დასახელება, არამედ ძალიან მოკლედ იმ მოვალეობების აღწერა, რაც HR-ს მისცემს შესაძლებლობას უფრო კარგად, ასე ვთქვათ, დაუგეგმოს კარიერა კომპანიაში და სწორ პოზიციაზე მოხდეს მისი შერჩევა. ზოგადად, რეზიუმეში ძალიან ვაქცევთ აკურატულობას, თუ როგორ არის მომზადებული ეს რეზიუმე, რა სწორი ფოკუსია და თვითონ ადამიანის მიერ, ასე ვთქვათ, განსწავლული და ვცდილობთ არ ვიყოთ ძალიან judging ამ მიმართულებით. ზოგადად გასაუბრება მძიმე პროცესია სტუდენტებისთვის და ვისაც სამსახურის მოძიება უნდა შესაბამისად ესე კონკრეტული red flag-ის გამოყოფა რთულია, მაგრამ დაგვიანება ხშირად არ არის ხოლმე კარგი, თქვათ, როცა კონცენტრირებული არ არის ვისთანაც მიდის საუბარი, ეს ძალიან ცუდი ნიშანია და ასევე ვიტყოდი თვითონ გარემოს, საიდანაც ერთო, ყოველთვის უნდა ეცადო ისეთი გარემოდან ჩაერთო, რომ უფრო პროფესიონალურად გამოიყურებოდე და რაღაც ასე ვთქვათ, უთანხმოება არ მოხდეს თქვენსა და გარემოს შორის. გასაუბრებაზე red flag-ებს ასე ვერ გამოვყოფ, რადგან ვაცნობიერებთ HR-ები, რომ ყველა კანდიდატი ღელავს, რადგან ამ 15 წუთში, ასე ვთქვათ, მისი ბედი უნდა გადაწყდეს. ამიტომ არ ვეთანხმები რაღაც red flag-ების და ტაბუდადებული თემების შესახებ საუბარს, რადგან ყველამ უნდა გამოავლინოს თავისი თავი და HR-მა უნდა შეძლოს კანდიდატი ისე გახსნას, რომ მას არ კონდეს გასაუბრების დროს დაბრკოლებები, რომ რა ვთქვა ეხლა რომ ვინმეს მოვეწონო, მეტი ბუნებრიობა, მეტი გახსნილობა, რაც HR-ს უფრო აძლევს საშუალებას სწორ ადგილას აიყვანოს კანდიდატი და მის, ასე ვთქვათ, პიროვნულ თვისებებს მოარგოს კომპანიის პოზიციები. მქონდა ერთი ძალიან კურიოზული შემთხვევა, რადგან მოგახსენებათ HR-ები დღის განმავლობაში შეიძლება 20 გასაუბრებასაც კი ესწრებოდნენ. ერთ-ერთი ესეთი გადატვირთული დღე იყო და ჩვენც HR-ების ადამიანები ვართ და გვჭირდება გასაუბრებაზე გახალისება. კანდიდატმა მითხრა, რომ ფლობდა აზერბაიჯანულ ენას და მეც ხუმრობით ვთხოვე ეთარგმნა ჩემთვის რაღაც წინადადება. მივხვდი, რომ არ იცოდა კარგად და რაღაცა სიტყვაზე დაფიქრდა, ენა დაება და ვერ ახერხებდა ბოლომდე ეს სიტყვა გადმოეცა და მე შევუსწორე მოკლედ, რომ ამას ხომ არ გულისხმობდით, თქო ისიც მივახმარე და სამწუხაროდ დაიბნა და გამოტყდა ყოველში, რომ ესე კარგადაც არ იცოდა და ალბათ თქვენ კარგად იცითო და ნუ ჩაიკეტა და ვეღარ გამოავლინა თავისი ნიჭი ამ უცხო ენაში. ჩემი აზრით, დიპლომი და გამოცდილება სხვადასხვა საკითხია, იმიტომ რომ გამოცდილება არის ცხოვრებისეული და სამსახურეობრივი, რომელიც ძალიან კონკრეტულია და იქიდან, საიდანაც შეგიძლია მიიღო აი კონკრეტულად on-site, როცა ხარ, სადმე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დიპლომის. ჩვენ შემთხვევაში, სტარტაპების შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ კულტურასთან რომ იყო ასოცირებული, იცოდე როგორ მუშაობს სტარტაპი კომპანიისგან განსხვავებით და ეს ისეთი რამე, რასაც ვერ ისწავლი ვერც უნივერსიტეტში, ვერც თუ არ გაიარე ან სტაჟირება ან უშუალოდ არ იყავი ამ ასე ვთქვათ სტარტაპ ეკოსისტემის მონაწილე, ძალიან რთულია.
შინაგანი мотиваცია არის ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი, რასაც ვერანაირი დიპლომი ვერ ჩაანაცვლებს, რადგან შეიძლება გარკვეულ პროფესიაში კონდეს კანდიდატს დიპლომი, მაგრამ არ მოხვდეს, ასე ვთქვათ, სწორ ადგილას და ვერ მუშაობდეს შინაგანი мотиваციით. ან შესაძლებელია მოსწონდეს ის სფერო, სადაც მუშაობს, მაგრამ გარეგან ჯილდოს ელოდეს. თუ შინაგანად არ მოგწონს ის, რასაც აკეთებ, ვერ იქნები ვერანაირად ჩართული ამ კონკრეტულ სამუშაო ადგილას, არ იქნები მოტივირებული, რომ მოიძიო თუნდაც სიახლეები ამ სფეროში და ვერანაირი დიპლომი ვერ ჩაანაცვლებს ჩვენ შინაგან ინტერესს და მოტივაციას კონკრეტული საქმის მიმართ. ძალიან ხშირად, როცა ისევ და ისევ პუნქტუალურობით, უშუალოდ საუბრისას, როცა ადამიანს ესაუბრები ხვდები, რომ დაკვირვებული თუ არის, თუ ამჩნევს შენ რა გაინტერესებს და ცდილობს თავის პასუხები მოარგოს, ძალიან ხშირად მაგით შეგიძლია განსაზღვრო, რომ ის ადამიანი ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, გარემოებას და მაგის მიხედვით ადაპტირებადი არის. არსებობს სპეციალური კითხვები ან кейსები, რომლის გარშემო მსჯელობაშიც შეიძლება დაინახო ადამიანის, ასე ვთქვათ, პიროვნული თვისებები. გუნდურია თუ უფრო ინდივიდუალური მოთამაშე. ზოგადად ახალი თაობა თვითონ გვიკარნახებს და ზოგადად დასაქმების ბაზარი თვითონ კარნახობს, რომ იცვლება ტრენდები, იმიტომ რომ ზოგადად მთელ სოფლიოში ეგრეთ წოდებული დისტანციური და remote work-ი ხდება ბევრად უფრო პოპულარული. ჩვენც ამისკენ მივიღწვით, რომ ამ ყველაფერში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, შესაბამისად უფრო ნაკლები დრო იქნება გასატარებელი ოფისებში, ბევრად უფრო მეტი დამოუკიდებლობა სამუშაოში და თვითონ კადრებს და დასაქმებულებს ექნებათ მეტი თავისუფლება, რომ უფრო კრეატიულები იყვნენ, იმიტომ რომ AI შემოდის უკვე ჩვენს ცხოვრებაში ძალიან აქტიურად და შესაბამისად კრეატიულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახალი თაობის განველი პასუხისმგებლობას, ასე ვთქვათ, იმ საქმის მიმართ, რასაც ხელი უნდა მოკიდოს, ნების ყოფას, რადგან ხშირია, რომ გადინება დიდია ხოლმე ახალ თაობაში, რადგან 6 თვით, 8 თვით ან გრძელვადიანად არ განიხილავენ კონკრეტულ პოზიციას, რადგან მესმის მათი, რომ ძიების პროცესში არიან, რომ იპოვონ ის მათთვის მისაღები, ასე ვთქვათ, სამუშაო ადგილი. ჩემი რჩევა იქნება მათთვის, რომ ნუ დათანხმდებიან ნებისმიერ შემოთავაზებას მხოლოდ ანაზღაურების გამო, ყოველთვის იმ სწორი გზით იარონ, სადაც მათი კარიერული მწვერვალია და არ გადაუხვიონ კარიერის გზაზე მხოლოდ მატერიალური мотиваციის გამო. ჯობია შედარებით დაბალ ანაზღაურებაზე დაიწყოთ და საფეხურებად მიყვნეთ იმ თქვენ კარიერულ მწვერვალს, სადაც მიისწრაფით, ვიდრე მოკლევადიანი, ასე ვთქვათ, ცვალებადი სამუშაო პოზიციებით, უბრალოდ დრო დაკარგოთ და ვერ მიხვიდეთ იმ მიზნამდე დროულად, ვიდრე შეგეძლოთ. ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, ვიცი რომ ალბათ შეიძლება ყოფილა ისეთი ადამიანებისაც ვერ დაუბრუნეთ პასუხი, როდესაც ჩვენც აყვავდა ჩვენს გუნდში წევრები, მაგრამ ვცდილობთ რომ ყველას უთხრათ და აუხსნათ ზუსტად რის გამო თქვათ ვერ შევძლებთ მათთან ურთიერთობა. ხშირ შემთხვევაში არ გამოგდის, მაგრამ ნუ ამას ვცდილობთ. აუცილებელი არის კომპანიის მხრიდან კანდიდატთან მოხდეს უკავშირი ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში. იქნება ეს დადებითი თუ ასე ვთქვათ, ამ ეტაპისთვის უარყოფითი. ნებისმიერ კანდიდატს აუცილებელია დაუკავშირდეთ სატელეფონო ან ელექტრონული პოსტის მეშვეობით, გააჩნია კომპანიას როგორი პოლისი აქვს ამასთან მიმართებაში. ყოველთვის ვფიქრობ კანდიდატებზე და ჩემი გასაუბრება ემსგავსება ხოლმე კარიერულ კონსულტაციას, რადგან როდესაც ვიცი, რომ არ უნდა ავიყვანო ამ კონკრეტულ პოზიციაზე და იმიტომ რომ სხვაგან ვხედა უბრალოდ მის რესურსს, მაქვს ხოლმე კითხვები მასთან, ვცდილობ ერთად აღმოვაჩინოთ მისი ინტერესები, უნარები და ყოველთვის ვცდილობ მიუხედავად იმისა, დავასაქმებ თუ არა ჩემს კომპანიაში, დავეხმარო წვლილი შევიტანო მის შემდგომ კარიერულ გეგმებში, რადგან შეიძლება დღეს არ ვითანამშრომლოთ კანდიდატთან, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და არასდროს არ ვიცით 5-10 წლის შემდეგ სად გადავიკვეთებით რომელ კომპანიაში. ამიტომ როგორც HR-ი გვძნობ პასუხისმგებლობას, რომ შესაძლებლობიდან გამომდინარე დავეხმარო კარიერულ განვითარებაში. კი, ალბათ ყოფილა ის ერთის და მეორეც, ალბათ ეგ ცხოვრებისეული და გამოცდილების ამბავია, რომ ბევრ ადამიანთან რო გიწევს შეხება, ბევრჯერ ალბათ ცდები, ბევრჯერ ალბათ პირიქით ვცდილობ, რომ რაღაც კარგი გამოვიდეს. მაგრამ კი, რა თქმა უნდა, ყოფილა ჩვენ შემთხვევაში ისეთი ადამიანები, ვიზეც გვინანია, რომ რატომ არ ავიყვანეთ.
პირველ რიგში ადგილს რაც შეიძლება განვითარდე, გარემო და მე თავისთავად ხელფასი. ჩემი აზრით ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ თავარი мотиваტორი სამსახურის ზებნაში იქნება ხელფასი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ძალიან ძნელ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ხელფასი ძალიან მნიშვნელოვანი არის და განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ მდგომარეობას, ახალგაზრდებს უფრო აინტერესებთ პირდაპირად გაიგონ ხელფასი და ის თუ როგორ შეეძლებათ მაქსიმალურად აიღონ ის თანხა, რომელიც შეიძლება რომ აიღონ, ვიდრე უმეტესობაში რამე სხვა. მაგრამ რა თქმა უნდა, კიდე ბევრი ცვლადებიც და ცვლადები მეთქი. კიდე ბევრი რამე მოქმედებს ამაზე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხელფასი იქნება. მოტივატორი სამსახურში ალბათ არის ის, რომ მოტივაციას მაძლევს განაკვეთი, თავისუფალი, დამოკიდებულება თანამშრომლების და ხელფასი. ხუმრობის ურთქო შეიძლება, ხო შეგიძლია. რას ვამატებ რეზიუმეში? საჭმის კეთება ვიცი და ვარჯიშობ. გასაუბრების დროს ყველაზე მეტად მეშინა იმის, რომ შესვლის დროს აი რაღაცა აურებს ვაკურდები ხოლმე და ის აკმარესია თავიდანვე რაღაცა აი ცუდი აურა მომხვდეს ან ისეთი კითხვა დამისვან, რამაც შეიძლება გამაღიზიანოს ან დამაბნიოს და ამის მეშინა ყველაზე მეტად. რავი, არაფერს არ მეშინა, იმიტომ რომ ყველა გასაუბრება რაღაცა მაგალითის მომცემი არის შენთვის. ის განვითარდები და შემდეგ გასაუბრებაზე რაღაცა კარგს გამოკრავ ხელს. ერთ-ერთი უნარი, რაც მაქვს და რასაც ვერ ვამატებ CV-ებში და რეზიუმეებში, არის მაქვს ძალიან ძლიერი სტალკვის უნარი, მეგობრებო. მაგრამ სტალკავ ყველას. მაგრამ მაგას ვერცად ვერ მივაწერ. ალბათ არაფერი მაგდაგვარი, მაგრამ მუდმივად განვითარება მინდა და კრიტიკული აზროვნება. ლაპარაკი შემიძლია ძალიან კარგად, ისე რომ ყველა შემიძლია დავიყოლიან ნებისმიერ რამეს. როგორ მომტკიცებ და ჩემ სტუდენტურ ცხოვრებას ვაუნები, რომ ჩართულ ვარ თვითმმართველობაში, ფსიქოლოგების კლუბში და არაერთ ორგანიზაციაში და არაერთი პროექტი დამიგეგმავს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რაგბზე ვარჯიშობდი და კაი არგუმენტი არის. პროექტში უნდა ხედავდეს, რომ იმისთვის იწყებ მუშაობას, რომ განვითარდე და ხელი უნდა შეგიწოს მაქსიმალურად განვითარებისთვის რა. უკან არ უნდა გხიოს არანაირად. და შესაბამისი ხელშეწყობაც უნდა იყოს პირველ რიგში ნავსახურებისგან შენთვის. თანაგრძნობას ალბათ, იმიტომ რომ როცა სტუდენტი ხარ და სამსახურს ეძებ, ყველაფერი მოქმედებს შენზე. მოკლედ ერთ-ერთ გასაუბრებაზე იყო გამოცდილება საჭირო. მოთხოვნა იყო ეგეთი. მე გამოცდილება არ მქონდა, თუმცა წინა დღით YouTube-ს უყურე მაქსიმალური რაოდენობით და გასაუბრებაზე ვთქვი, მეთქი კი აი ძალიან დიდი პერიოდია, რაც უკვე ამ კონკრეტულ რაღაცას ვსწავლობ და ეგ გამოცდილება მაქვს თქო, რაც არ მქონდა რეალურად. მხოლოდ YouTube-ით წინა ღამის. თეატრალურ გასაუბრებაზე როლის გამო მოვიტყო, რომ გიტარაზე ვუკრავდი, როცა არ უკრავდი გიტარაზე. მე მქონია რამდენიმე მომენტი ეგეთი, როდესაც სამსახურში არ ამიყვანეს და ძალიან ბევრი კომპანიებს დაუწერიათ, რომ აი ნახეთ ჩვენი სხვა ვაკანსიები ან კიდევ უბრალოდ დაელოდეთ რაღაცა სხვა შემოთავაზებას, მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ უფრო რა თქმა უნდა არასდროს არ არის სასიამოვნო, როცა კომპანია ვარს გეუბნება ვაკანსიაზე, მაგრამ ჩემი აზრით კომპანია ვერ იტყვის ისეთ ვერაფერს, რომ мотиваცია დაგიტოვოთ იმის გარდა, რომ შეუძლია რამე ასევე შემოგთავაზოს. ყოველ შემთხვევაში მეტი არ ამგონია. სამწუხაროდ ჯერჯერობით საქართველოში არ არის ისე, რომ ყოველთვის უკავშირი მივიღოთ. მე პირადად ჯერჯერობით უკავშირი არ მიმიღია იმასთან დაკავშირებით მიზეზი რომ ეთქვათ, მაგალითად რატომ მითხრეს უარი სამსახურში აყვანაზე, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია, იმიტომ რომ როდესაც ვიღებთ უკავშირს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩვენ ამას სწორედ ჩავთვლით თუ არასწორად, თუ ჩავთვლით რომ ამ თემაზე უნდა ვიმუშაოთ, პირიქით უფრო გამოგვადგება და უკეთესი იქნება თუ მივიღებთ ხოლმე უკავშირს. კი, ძალიან ბევრზე, იმიტომ რომ საკმარისი კვალიფიკაცია არ მქონია და ბევრი უარის მივიღე.
ნამდვილად ყოფილა ეგეთი მომენტი, რამდენიმეჯერ მქონია. პრინციპში ეგ იყო შეზღუდული ჩემ გამო, ჩემი პრობლემა იყო უფრო ვიდრე კომპანიის, იმიტომ რომ ნუ ჩვენ როგორც სტუდენტები ყველას გვჭირდება დრო სამისადინოდ და ლექციებზე სასიარულოდ და კომპანიებს ხშირად არ შეუძლიათ უბრალოდ შეღავათი გაგვიწიონ როგორღაც და განსაკუთრებით კარგ კომპანიებს, სადაც მართლა კარგი შემოთავაზებებია, უბრალოდ არ აქვთ ნახევარი განაკვეთები ან აქვთ ისეთი ნახევარი განაკვეთი, სადაც ბევრი რამის შემოთავაზება არ შეუძლიათ. და უბრალოდ ბევრ სტუდენტს არ აქვს შანსი რომ ეგეთ კომპანიებში მოხვდნენ, მაგრამ ნუ მაგის გარდა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი შანსი გვექნება. ისეთი არაფერი.